მე ასე ვფიქრობ, რომ ის სელჩები, რომლებიც არ იმსახურებენ მიწვევას, არც უნდა იყვნენ მიწვეულნი, მაგალითად ფიშერი, გერმანიის ელჩი არ უნდა იყოს მიწვეული, არც ბრიტანეთის, არც საფრანგეთის ელჩი, მაგრამ აი აზერბაიჯანის ელჩი მაგალითად უნდა მიიწვიონ, თურქეთის ელჩი უნდა მიიწვიონ, რადგანაც თურქეთის პრეზიდენტმა დღეს აგერ მიულოცა ჩვენს ახლად არჩეულ პრეზიდენტს პოსტზე და მისი აღმატებულება უწოდა უკვე ინაუგურაციამდე, თორე ინაუგურაციის შემდეგ ეს რა თქმა უნდა ასეც იქნებოდა. მიწვეული უნდა იყოს უნგრეთის ელჩი მაგალითად. მე ამიტომ ვამბობ, რომ ვინც იმსახურებს, ის უნდა იყოს მიწვეული, ვინც არ იმსახურებს, არ უნდა იყოს მიწვეული. რა თქმა უნდა, ეხლა სალომე ზურაბიშვილი იქ არ მობრძანდება, ამიტომ მის მიწვევას აზრიც არ აქვს და ძალიან სწორად იქცევა ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება, რომ არ აკეთებს იმას, რაც იცის წინასწარ, რომ მაინც არ მოხდება. ანუ რა მინდა ვთქვა, აი რომ მიიწვიოს დაუშვათ დასავლეთ ევროპის ელჩები, მაინც არ მოვლენ და დემარშს გამოაცხადებენ და იმათ რატო უნდა გამოაცხადებინო დემარში? თვითონ ჩვენმა ხელისუფლებამ არ უნდა მიიწვიოს. ეხლა ვეთანხმები მე ბატონ ნიკოლოზს, აი თავწაგლეჯილი ქათამს რო შეადარა ეს ხელისუფლებები. წარმავალი ხელისუფლებები უწყობენ დესტრუქციას ჩვენს მთავრობას, ჩვენს ხელისუფლებას. აი ახლა გერმანიის ხელისუფლება რო წარმავალია, კანცლერიც წარმავალია და ანალენა ბერბოკიც ჯერ საერთოდ კრიზისი არ იყო გერმანიაში, რომ გერმანიის ბუნდესტაგი და გერმანელი მოსახლეობა საერთოდ კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ამ ქალბატონის ანალენა ბერბოკის საგარეო საქმეთა მინისტრობას, მისი რეიტინგი არის 0 გერმანიაში. საფრანგეთის ხელისუფლება წარმავალია სხვათა შორის, იმიტომ რომ ძალიან დიდი სამთავრობო კრიზისია იქაც და მე ვფიქრობ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტისთვისაც ბოლო დღეები თუ არა, ბოლო თვეები არის ეს. ასევე შეერთებული შტატების მთავრობა აღარ არის ის უკვე მთავრობა და მას არ აქვს უფლება საერთოდ ეს დემარშები და სანქციები და რაღაც მსგავსები გააკეთოს. ყველაფერს აკეთებენ იმის საწინააღმდეგოდ, რომ ტრამპს დაახვედრონ, ასე ვთქვათ, გაფუჭებული სააგარეო პოლიტიკა. ყველაფერს აკეთებენ. ანუ ტრამპს გაურთულონ მუშაობის საშუალება, მაგრამ საბედნიერო თვითონ ტრამპი სხვა შორის პირველად რო გახდა პრეზიდენტი, იმის მერე მე სულ ტრამპის გულშემატკივარი ვიყავი და რის მერე იცით, ეკლესიასთან რო დადგა ბიბლიით ხელში და განცხადება რო გააკეთა, რომ მე ვარ ეკლესიის მცველი, მე ვარ მორწმუნე, მე ვარ ოჯახური ღირებულებების დამცველი პირველი პრეზიდენტობის დროს. და ისე სხვათა შორის მაშინათვე ვთქვი, რომ ამ კაცს არ აპატიებენ მეთქი, როგორც კენედის არ აპატიეს, ამასაც არ აპატიებენ მეთქი და ხო ხედავთ გაუყალბეს არჩევნები, წაართვეს პრეზიდენტობა და ბოლოს ესროლის. ვერაფერი ვერ მოუხერხეს, ესე იგი პრეზიდენტობის კანდიდატი სანამ იყო 1000-ნაირი მუხლი წაუყენეს, 1000-ნაირი სასჯელი შეუფარდეს, ვერაფერი ვერ უქნეს ამ კაცს, ვერ შეაშინეს, ვერ დააშინეს, ბოლოს ტყვია ესროლეს და მაინც მუშტაწეული გაიყვანეს იქიდან, აი ტყვია ნასულ დაჭრილი ადამიანი და ტრამპის შეშინება მისი პირადი თვისებებიდან გამომდინარე ასეთი ადვილი არ არის და ეხლა რაც უნდათ ის გააკეთონ, უნდათ ასანქცირონ ჩვენი მთავრობა, ჩვენმა მთავრობამ განაცხადა, რაში გვაინტერესებს დიპლომატიური პასპორტების დასანქცირება და ვიზის შეწყვეტა. ჩვენ ჩვეულებრივი პასპორტები გვაქვსო. ჩვეულებრივი პასპორტით ვიმოძრავებთო. არაფერი არ გამოვა ძვირფასო ტელემაყურებელო, არაფერი არ გამოუვათ აი ამ ანტიქართულ, ანტისახელმწიფოებრივ ძალებს, რომლებიც მართლა სამარცხვინოთ, აი უკვე 200-300 კაცამდე დავიდნენ. უკვე აი თავისი მხარდამჭერებიც, აი NGO-ს თანამშრომლებიც კი აღარ გადიან იქ. და ერთიც მინდა ვთქვა, გულანთებულ ახალგაზრდებზე. აი ერთმა გულანთებულმა ახალგაზრდამ, როგორც მას უწოდებენ ეს ნაცლიბერალები, ერთმა გულანთებულმა ახალგაზრდამ კინაღამ გული გაუჩერა მეორე 14 წლის ახალგაზრდამ კინაღამ გულანთებულმა კინაღამ გულის ცემა შეუჩერა
16 წლის ახალგაზრდას და უფალს ვთხოვ რომ გადარჩეს ის ახალგაზრდა ბიჭი და მთავრობას მოუწოდებ. ცოტა ყურები გამოიფხიკეთ ბატონებო. მომავალი წლიდან მაინც, ახალი წლიდან მაინც რებს ბედავენ. ხედავთ, უკვე ადამიანებს ჭრიან. უკვე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს ვიღაც LGBT პროპაგანდისტი მაშინ სადარბაზოში ხვდება და ლანძღავს. თუმცა ეს მათი ხელწერაა, მაგრამ ამას ბედავდნენ, როცა ხელისუფლებაში იყვნენ და ეხლა ხელისუფლებაში მადლობა ღმერთს აღარ არიან ეგენდა. ქართველმა ხალხმა ძვირფასო ოცნება, ქართველმა ხალხმა თქვენ მოგცეთ მანდატი. შეიქმნა ეხლა ახალი ანტიმაედანი და სოციალურ ქსელში მიდის მოწოდებები ჩაეწერეთო ანტიმაედანში, მაგრამ მე ყოველგვარი ანტიმაედანის მოწინააღმდეგე ვარ. რატო უნდა შეიქმნას სახალხო ანტიმაედანი, როდესაც ჩვენ გვყავს ხელისუფლება, ყავს შესანიშნავი შინაგან საქმეთა მინისტრი, ძალიან ეფექტური მომუშავე ლილუაშვილი, უშიშროების მინისტრი, უშიშროების თავმჯდომარე და კეთილი ინებეთ და აღკვეთეთ აი ეს უმსგავსობა. აღკვეთეთ ადამიანებს ბავშვები ვერ გამოუშვიათ გარეთ შიშისგან და ყველა დირექტორი, ყველა სკოლის დირექტორი, რომელმაც გაბედა და ბავშვები გააგზავნა მიტინგზე, გაანთავისუფლეთ სამსახურიდან. ხოლო კერძო სკოლის დირექტორებს, რა თქმა უნდა, თქვენ ვერ გაანთავისუფლებთ, მაგრამ შეუჩერეთ ლიცენზია. მე ვიცი ევროპული სკოლა ჩემი სახლის გვერდით არის. ევროპული სკოლა გახლავთ ბანდიტი გელა ბეჟუაშვილის სიდედრის სკოლა. აღარ იციან ფულისაც წაიღონ და აღარ იციან ფულისაც შეინახონ და რა გააკეთონ და ნახეთ რა გააკეთეს. სკოლის მოწაფეები იქ ვიყავი ჩემ მეზობლად არის ეს სკოლა. სკოლის მოწაფეები, ევროპული სკოლის მოწაფეები გამოიყვანეს პატარა ბავშვებიდან დაწყებული უფროს კლასელებამდე და მსვლელობა მოაწყეს თბილისის ქუჩებში. ლიცენზია შეუჩერეთ ბეჟუაშვილის სკოლას, ევროპულ სკოლას. აი იმისათვის რაც მათ გაბედეს. გარდა ამისა სხვა სკოლები, ბრიტანული სკოლები და რაღაცა გერმანული სკოლები და სხვადასხვა სკოლებია, რომელ დირექტორსაც ვერ მოხსნით, შეუჩერეთ ლიცენზია. მთავრობა ჩვენ ამისთვის გვჭირდება. სახელმწიფო არის ძალადობის მექანიზმი. არავის არ ეგონოს სახელმწიფო რაღაც საბავშვო ბაღი და საბავშვო ბაღის მომვლელი და მზრუნველები რო არიან. ძალადობის მექანიზმია, მაგრამ ძალადობა უნდა გაიმართოს კანონის უზენაესობის ეგიდით. ანუ კანონი უნდა იყოს უზენაესი და ვინც ამას არ ასრულებს, სახელმწიფო მასზე უნდა მოახდინოს ძალადობა კანონის დამრღვევზე. აი ეს არის დემოკრატია. ერთმა ყოფილმა კანონიერმა ქურდმა რო თქვა, ლობიოობა არ გეგონდათო დემოკრატიაო. მართლა ასია. დემოკრატია ლობიოობა არ არის. დემოკრატია არის ხალხის ძალაუფლება. დემოსი ბერძნულად არის ხალხი და დემოკრატია არის ხალხის ძალაუფლება. და თუ ჩვენთან არის ხალხის ძალაუფლება, ხალხი ითხოვს წესრიგს და კეთილი ინებეთ, ძვირფასო ოცნება, დაამყარეთ წესრიგი, რასაც ითხოვს ხალხი.